მოგესალმებით უყურებთ ჩემ კარგებო, ეს არის თემგვარზე, ეს კი ჩემი შემდეგი ვიდეო. მოკლედ, ეხლა მე და ბექა ვიმყოფებით რეალურად დღეში, იმიტომ რომ ბექას რაღაცას ვიდეოს გადაღება უნდოდა. ხო და აქ გადავიღეთ რაღაცა კადრები, ბექას თავისი თემები აქვს. თუ ეს ვიდეო დავდე მე Instagram-ს ბექასაც გაჩვენებთ. მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის თან წამოვიღე, რა თქმა უნდა, ანკესი. ჩემი ესეთი ძველი აქ ლოკალური ნორვეგიაში ნაყიდი და ასე შემდეგ. 1-დან 5 გრამამდე არის და დაბლა გვაქვს ტბა და ის ტბა თუ გალღვა, შეიძლება აი გზაში სანამ სახლისკენ წავალთ და რაღაცა, просто შევაგდოთ ხოლმე რამოდენიმე ადგილას, რაღაცა ნაწილი მე მგონი გამღვალი არის და თუ რაიმე დაждდება. მოკლედ, აი მოვედით ტბაზე. ბექაც აქ არის, ჩვენ დასაბედნიეროდ მზე გამოვიდა ძალიან საკაიფო. ხო და ადგილი ძალიან მაგარი არის. просто არ ვიცი რა, რამდენად ეხლა პასიურია თევზი, არა პასიური, ვაფშე იქით ამ ხარეს სულ გაყინული არის. და აქეთკენ კიდე არა უშავს. თან წყალიც ისეთი არის. ღურიელა. რამოდენიმე გადაგდებას გავაკეთეთ. გამოვატაროთ. იქითკენ მინდა გადავიდე კიდე, რამდენიმე ბაქანი არის, მაგრამ იქითკენ ცოტა უფრო ქარი არის და აქ იმენა დამდგარი წყალი არის და იდეაში გეგმაში თევზაობა არ იყო, იმიტომ საერთოდ არ მეგონა რომ ეს ტბა იქნებოდა ისა რა ქვია გამღვალი. მაგრამ როგორც ჩანს რომელიღაცა ნაწილი მაინც გალღვა თურმე. პრობლემა ისიც არის რომ ეხლა ძალიან ესეთი საღამო პერიოდია და არ ამგონია რომ თევზი იყოს საერთოდ, ან ძალიან პასიური იქნება თუ იქნება. ასე რომ ჩათვალეთ რომ თევზაობის სეზონი იმას აქენით, რა ქვია, სეზონი კი არა. რეალურად თევზაობის დრო იმენა გამაზული გვაქვს. არც ნორვეგიის წყლების ფიშკა რა თემა არის საერთოდ, იმიტომ რომ ყოველთვის ესეთი მუქი ყავისფერი და მღრიე წყალია ხოლმე. თქოს რაღაცა ვიგრძენი. იდეაში თევზი უნდა იყოს, მაგრამ არის თუ არა გაუგებარია ჩემთვის რა. ყველაფერს ვაკეთებ, რომ ასე ვთქვათ, თევზაობა დავამოღამო და რაღაცა ვისწავლო, რაღაცა ახალი გავიგო. იქით თევზაობის სიმულატორიც კი მაქვს გადმოწერილი, რომელიც იმენა გასწავლის, როდის რანაირად გაატარო. მთელი მუღამი თევზაობის ეგ არის რა, რომ აი დღეს დავიჭერ, რა იქნება ეხლა დავიჭირო. აი რაღაცნაირი აზარტი აქვს თავისებური რა. თითქოს დაჯდაო რაღაცა და მე მგონი უბრალოდ გამოვედე რაღაცას და შემდეგზე ცოტა უფრო მოზადებული მოვალ რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ვიცით რომ რაღაცა ნაწილი მაინც უკვე გამღვალი არის ტბის. და სხვათა შორის ჩემი სახლიდან არც თუ ისე შორს არის. ერთ-ერთ ვიდეოში ვილაპარაკე კიდეც რომ ეს ის ადგილია მეთქი რომ ზვერავ მეთქი ადგილებს ახლოში მეთქი რა ლოკაციები არის მეთქი და რეალურად ჩემი სახლიდან ძალიან შორს არ არის, არა და როგორც ასეთ ტბა ძალიან დიდი არის, ხედავთ ალბათ. და ზევითაც გვაქვს, ამის ზევით ტბა კიდევ ერთი და რეალურად აი იქით ამ მხარეს არის, მეორე მხარეს არის ტბა და აქ შემოდის წყალს, რომ ზამთარში ეს იყო პირველი ადგილი, რაც გალღვა, ასე ვთქვათ. და მიმაჩნია რომ აქეთ უფრო ადრე იქნება ალბათ თევზი რა. აი, ეს მდინარე პატარა მდინარესავით ჩამოდის აქა. ესე. და შედის. მე შეიძლება ამის სათავეში წასვლა ზევით. ვაფშე ესე რომ გავუყვე იდეაში ხო მდინარე შეიძლება მან კალმახი იყოს. ძალიან წვრილი კალმახი შეიძლება იყოს, მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში რა. ამ ქვეყანაში თუ საერთოდ ცალმე არის თევზი. რა შეჩი მაგარ დერს კი ადგილი აქ მოვალ და დასვიწირებ რომ აი ეს ავივლი აქ უნდა მოხვიდე ხო თევზი ძერო იყო რაღაც იარო და პატარა წულწყალში გაატარო რა. ასევე ის მინდა რა მაქვს ახლა რაღაც ბლუბერდი მაქვს ფეივორიტის 1-დან 7 გრამამდე. მაგრამ ჩემი თეორია არის ესეთი რა რომ აქ არ ვიცი რა და როგორ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მგონია რომ პატარა ქორჭილას არ მებინაბრობს ახლა მე 5 და 6 კილოგრამიან ქარიყლაპიასთან რა მინდა საერთოდ, მაგრამ დათრევა მინდა ნანოჯოხის რა 0-დან 0.5-დან 2 გრამამდე
დაახლოებით და მე ასე თქვა ეგრეთ წოდებული მარმეშინგის თემას მივაწვე რა. ერთი ჯოხი მაქვს მიზანში ამოღებული. და თუ გადავწყვიტე დავდგი ფეხი და ვიყიდე, აი მაგითი მე მგონია რომ აი მაგითი კაი რაღაცების გაკეთება შემიძლია. ეხლა იდეაში Bluebird-ის favorite-ის Bluebird-ითაც შემიძლია. აღარ თქმა უნდა 1 გრამიანების გადაგდება. იქიდან გამდინარე რომ ეს ჯოხი 1-დან 7-მდე არის. 1 გრამიდან იწყება. მაგრამ მაინც რა ნანო ჯოხი ჩემი აზრით მაინც უფრო ისეთი არის. პატარა მოხერხებული წკნელივით არის რა. ამჯერ რა თქმა უნდა იმ ჩემს ზვირიან ჯოხს გავტესტავ favorite-ის Bluebirds. მაგითი მინიმალურ ანუ მონტაჟი 1-დან 1 გრამი 1.5 მაქსიმუმ 2.5-ი ავიდეთ. და მაგითი ვეცდები. ყოველთვის ამოღამებ ხოლმე გატარებას იქ ვიდეოებს უყურებ, ხელს როგორ იყენებენ, როგორ ანუ ხმარობენ ჯოხს და ასე შემდეგ. ყველაფერს თითქოს და ვიმეორებ. მაგრამ შეიძლება რაღაცებში რა თქმა უნდა ვწდებოდე და 3 ბაქანი გვაქვს სულ დარჩენილი. მარცხნივ არის 1, მანდ მივალთ, რამოდენიმე შეგნება მაგვექნება და მესამე ბაქანი იქნება ბოლო ბაქანი, ასე ვთქვათ. და ნახოთ, იქნება. ძალიან გამიხარდება დღეს რომ თევზი დავსვათ. აი ძალიან მაგრად გამიხარდება. აი ექსე გადაღმა პირდაპირ ხედავთ ყინული არის სულ. აი ეს არის ბაქანი. ამ ბაქანზე გავიდეთ. უარ ჩავარდი, კაია. თან წყალს უყუროთ, იქნებ რაიმე სიცოცხლე შევამჩნიოთ. კარგად გიქანავს, ხო იცი? კაი სიღრმეშიც გავდივართ ესე წესით. შეიძლება რამე გამოვიდეს. რაღაცას გამოეგო. თევზი ეგონა უცბად მომენტში. კაი ზურგის ქარია. აღარ თქმა უნდა, შეიძლება რომ აქაურობას დაველოდოთ. ცოტა გამოთბეს. და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ მოვიდეთ, ოღონდ უკვე დილით. ცოტა უფრო მომზადებულები. სხვადასხვა სილიკონებით. სხვათა შორის ძალიან საინტერესო ტბა არის რა. იმიტომ რომ აი იქითკენ. გინდა დაიჯერეთ, გინდა რა ჯარმინის მაპებში შევხედე. 65 მეტრი აქვს სიღრმე აი იმ ერთ კონკრეტულ ადგილს. აი ჩავარდნილი დირკასავით არის. და მიმაჩნია რომ აქ თევზი უნდა იყოს. პროსტა ეხლა ძინავთ. ისეთ დროს წამოვედი. მეცა ვთქვი რატო ყანყალებს ყველაფერი მეთქი. ბექაც დადგა ამაზე და კარგად შეგვაყანყალა. სხვათა შორის ზღვაზეც მინდოდა გასვლა. salt water მარილიან წყალზე. ცდა, მაგრამ სამწუხაროდ ოსლოში ნაპირიდან თევზაობა აიკრძალა 10 წლით. იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული ვირთევზა cod ინგლისურად, ტრესკა რუსულად გაწყდა. რეალურად გაწყდა და მაგ თევზის და მაგ ჯიშის დაბრუნება სურთ. ისევ ოსლო ფიორდში, მაგრამ მაგისათვის რა თქმა უნდა საჭირო არის რომ ცოტა ხანი შეწყდეს მაგ კონკრეტულ ჯიშზე თევზაობა, იმიტომ რომ მაგაზე რომ შეწყდა თევზაობა, ხავსმაც მოიმატა წყალში და ანუ წყლის ეკოსისტემაზე სხვანაირად მუშაობს, ანუ იმის გამო რომ ის თევზი აღარ არის წყალში. ხო, მაგის გამო ის არის, რა ქვია, ხავსმა იმატა და წყალის სტრუქტურაც და ასე ვთქვათ ეკოსისტემაც შეიცვალა. და მე უკვე ნიჟარებს ამრავლებს ძალიან, მე ის ნიჟარები ცალკე დემიჯს აკეთებენ ეკოსისტემაზე და არ არის ოპტიმალური, ასე ვთქვათ და კარგი. ესეც მეორე. ძალიან საინტერესო ადგილია, უფრო ვათვალიერებ. ანუ ნაკლებად მაქვს თევზაობაზე ფოკუსი, უფრო მეტი აქცენტი მაქვს დათვალიერებაზე და ადგილების შერჩევაზე, ასე ვთქვათ. ხო და აქ ვიღაცები დგანა, მამაკეთკენ ცოტა უფრო ქარი არის. ნახოთ რამოდენიმე გადაგდება აქ გავაკეთოთ. იმედია დაჯდება რამე რა. ძალიან მაგრად მინდა. ერთი თევზი მაინც რომ დავსვა. ერთი. სულ ერთს ვითხოვ, მეც არა. მე არ გამარტყა ბექა? მე არ გამარტყა. არა.
კაი ფოქარია. არა, უხეში გატარება უნდა, ამას რომ ანიმაცია მოგცეს. ჩემს? რა? ჩემს. ჩემსას. ეხლა რას თქვი იმედა ჩემზე ვიფიქრე. მაგრა თუ არ გავაკეთე. ხო, ანიმაციას არ გაძლევს. არ ტრიალი. აჰა, ზუსტად იგივეა ჩემთანაც. მოკლედ. ცოტა რაღაცები მქონდა ჩანთაში ამოვიღე და შევცვალე. ვნახოთ რა იქნება. ვნახოთ ვინახე. თუ გაამართლა გადავირევი კიდევაც. თუ გაამართლა იმინაც ოჩი გადავირევი. რატომღაც მინდა ცოტა უფრო ნაპირი დამცადო. იმიტომ რომ წინაზე მე რამდენიც დავიჭირე ქორჭილა ყოველთვის ნაპირთან იყო ახლოში. ხო და ეგ არის კაი ადგილი. იქით გეყინულია bro. Check it out. ძალიან ფრთხილად ვცდილობ რომ მაქსიმალურად ფრთხილად გავატარო. რა იცი რა ხდება. არანაირი ჩარტყმა, სრული პასიურობა, სიჩუმე. როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს ეს ფაქტი. ერთი კბენა მაინც იყოს, მაგის დედავატური ხო შეიძლება რა? ვიცოდე რომ რაღაცას ღვიძავს. მოკლედ, დღეისაც სულ ეს იყო. თევზივე რა, ამ ბუნება ხომ მაინც დაგათვალიერებინეთ. მოკლედ, თქვენთან იყო თემურ გვარდზე, აბა ხო მოვა შეხვედრა და ბეჭდების დაბეჭდება არ დაგავიწყო და იმედია ისიამოვნეთ ოდნავ რაღაცა ისეთი ცეთა მოსაწყენი თევზაობა ვლოგით. მოვა შეხვედრამდე, კარგად.